დღეს მსოფლიო წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს თარიღთან დაკავშირებით პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით ქართველი მწერლები პირობით მსჯავრდებულებს შეხვდნენ. ლიტერატურულ ღონისძიებაზე ბექა ქურხული და გიორგი კეკელიძე პრობაციონერებს საკუთარ შემოქმედებაზე განათლების აუცილებლობასა და მსოფლიოში მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებზე ესაუბრნენ. მწერლებმა აუდიტორიის შეკითხვებსაც უპასუხეს. მნიშვნელოვანია ყოველდღიური ეგზური იყოს ჩვენი ცხოვრების წიგნი და ეს არ ეხება მხოლოდ პროფესიონალებს, მაგრამ მათ განსაკუთრებით დაეხმარებათ იმისათვის, რომ დავით ცხოვრება შეცვალონ დადებისგან უკეთესკენ და სახელმწიფო ჩვენ ზრუნავთ და საზოგადოებაც უნდა იზრუნოს სწორედ ამისათვის და მათ ხელი შევუწყოთ რეაბილიტაცია რესოციალიზაციაში. მნიშვნელოვანი არის ცხადია ნებისმიერი ადამიანისთვის ზოგადად წიგნის შეხსენება, მისი მნიშვნელობის დანახვა და მით უფრო ამ ადამიანებისთვის, რომელთაც ერთგვარად გარკვეულწილად თავის დროზე რაღაც პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი ყველაზე კარგი გადაჭრის გზა სწორედ წიგნთან მიახლება არის.